რატომ ცვლის რკინიგზის ახალი ხელმძღვანელობა ძველების მიერ დადებულ კონტრაქტებს და დაინტერესდება თუ არა მომხდარით პროკურატურა. 270 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტის პირობები მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქართველოს რკინიგზაში ახალი მმართველობა მივიდა. შეცვლილი ხელშეკრულებით რუსულ ქარხნებს თბომავლებისა და ელმავლების რემონტში გაცილებით ნაკლებს გადაუხდიან. რატომ დაიდო 5 თვის წინ უფრო ძვირი კონტრაქტი და ვისჯიბეში მიდიოდა ნამეტი თანხა. ტენდერებმა თავისი არსი და ფუნქცია დაკარგა და არის მოჩვენებითი, არის ფარსი, ჩვეულებრივი, ეს არაერთ შემთხვევაში დადასტურებულა, თუმცა ეს შემთხვევა არის ნათელი მაგალითი. საუბრობდით აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით, რომ იყო კორუფციული რისკების მაღალი მაჩვენებელი, რაც ფაქტობრივად დადასტურდა და თავად დაადასტურეს, მაგრამ კვლავ დარჩა ის რეალობა, რომ საქართველოს რკინიგზის ელმავლები და თბომავლები უნდა შერემონტნეს რუსეთში. თავდაპირველი კონტრაქტით 47 ელმავლისა და თბომავლის რემონტში, ტამბოვისა და ჩელიაბინსკის ქარხნებისთვის დღგ-ს გარეშე 96 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადათ. ახალი კონტრაქტით კი რემონტი მხოლოდ 20 ჩაუტარდება და 65 მილიონით ნაკლებს 31 მილიონ დოლარს გადაუხდიან. რაოდენობის შემცირების გამო ფასის კლებაში საერთო არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება. შემცირებულია ერთი ელმავლის რემონტზე გათვალისწინებული საშუალო ფასიც. სხვაობა თითოეულზე 9 მილიონ დოლარამდეა. ეს გარემოება კი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ თავდაპირველი კონტრაქტი ან კორუფციული ინტერესით გაფორმდა, ან რკინიგზის ხელმძღვანელობამ ტენდერის საწყისი ფასი გაუთვლელად განსაზღვრა. დაწერილი პირობები, სადაც კონკრეტული თანხით უნდა გაერემონტებინათ თბომავლები და ელმავლები, სულიან და იმის ფაქტობრივად მესამე თვაში არემონტებენ. ეს ხო არის იმის დადასტურება, რომ ეს ფასი იყო გაბერილი და წინასწარ გარკვეული მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ გარიგებაში აღნიშნულ კომპანიებთან. კითხვებზე პირველ რიგში უნდა გას ეს პასუხი იმ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, ეს არის ეკონომიკის მინისტრი, ეს არის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელიც კურირებს ტრანსპორტის დარგს. ძველი კონტრაქტით ძალაში რომ დარჩენილიყო რკინიგზას ლოკომოტივების რემონტში ახლანდელ ფასზე 23 მილიონი დოლარით მეტი უნდა გადაეხადა. რატომ გააფორმეს შუამავალ კომპანია გეორგიასთან ასეთი ხელშეკრულება? ან ახლა რა გახდა კონტრაქტის შეცვლის მიზეზი? რკინიგზის ახალ ხელმძღვანელს ამ დეტალზე საუბარი არ სურს. როცა მოვედით და ვნახეთ ხელშეკრულება, მხარეები შევთანხმდით და ფასი შევამცირეთ. აი შემიძლია გითხრათ. ანუ თქვენ არ მოგეწონათ ეს ხელშეკრულება? ნუ არ ვიცი, მეც ვერაფერს ვერ გეტყვი. რა გახდა მიზეზი? არ მოგეწონათ გაბერილად ჩათვალეთ ეს ფასი თუ რის გამო? შევთანხმდით მხარეები, რომ მოცემული ხელშეკრულების ღირებულება შეგვამცირებინა. კომპანიას რა საფუძველი ქონდა, რომ წამოსულიყო თანხმობაზე, რომ შეემცირებინა ეს ტარიფი? ვერ გეტყვით, მეც ვერაფერს უკან. უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება, რატომ დაგთანხმდათ? დაუკავშირდით კონტრაქტორ კომპანია გეორგიასაც. კომპანიის დირექტორმაც დუმილი არჩია. ბატონო ირაკლი, ფორმულადან გაწუხებ. რატომ დათანხმდით ხელშეკრულების პირობების გადახედვაზე და ფასის შემცირებაზე? ალო? უმსხვილესი ტენდერი, რომ საეჭვო გარემოებებში ჩატარდა, ამას რკინიგზის წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო დავაც მოწმობს. სკინეს ტრეილ ჯორჯიამ რკინიგზას ტენდერიდან უსამართლოდ მოხსნის გამოუჩივლა. გავასაჩივრეთ ტენდერიდან ჩვენი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება. ჩვენ ტენდერის შეჩერებას მოვითხოვდით. მოსამართლემ განიხილა სარჩელი, თუმცა ტენდერის შეჩერების ნაწილში ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მიუხედავად ამისა, საქმე წარმოებაში მიიღო მისი არსებითად განხილვის მიზნით და ამ ეტაპზე პროცესის ჩანიშვნას ველოდებით. მივიჩნევთ, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში ისეთი პირობები იდო, რაც ჩვენი დისკვალიფიკაციის ფორმალურ მიზეზად უსამართლოდ გამოიყენეს. გარდა ამისა, არასწორად შეაფასეს ჩვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. სამაგიეროდ კონტრაქტი გაუფორმეს რუსულ ქარხნებს. ეგრეთ წოდებულ შუა დერეფანში საქართველოს რკინიგზა ყველაზე სუსტი რგოლია. სპეციალისტების შეფასებით ინფრასტრუქტურა მოძველებულია და არსებულ გამოწვევებს ვერ უმკლავდება. ფაქტობრივად განახევრებულია სალოკომოტივო პარკი. შესაბამისად რკინიგზის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება შეემცირებინა სარემონტო ლოკომოტივების რაოდენობა და ამ არგუმენტით შეეცვალა კონტრაქტი არალოგიკურად ჩანს. მთელი სალოკომოტივო პარკი არის ამორტიზირებული. გამომდინარე აქედან
ღონისძიებები რაც დღესდღეობით აქვს საქართველოს რკინიგზას განსაზღვრული რომ წაიღოს და ცალკეული ლოკომოტივები გარემოტოს თუნდაც რუსეთში ეს არ არის გამოსავალი ის ამოცანები რაც შუა დერეფანსა აქვს და გაზდინ თვითნაკადსა აქვს აი ესეთი მდგომარეობით და ესეთი კაპიტალური რემონტით რომელიც რუსეთში არის დღესდღეობით ნავარაუდები ვერ გადაწყდება რკინიგზაში ხელმძღვანელობა გრიგოლ ლილუაშვილის წასვლიდან მალევე სახელმწიფო საწარმოებში დაწყებული საკადრო წმენდის შემდეგ შეიცვალა. დავით ფერაძე ლაშა აბაშიძემ ჩაანაცვლა. რკინიგზის კურატორად ეკონომიკის სამინისტროში კი კვლავ მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი რჩება. გადაიხედება თუ არა ძველი მმართველობის პირობებში დადებული სხვა კონტრაქტებიც და დაინტერესდება თუ არა რკინიგზაში არსებული მდგომარეობით გამოძიება ეს მომავალში გამოჩნდება.